ილამშვიდობისა ყველას მეგობრებო, მოგესალმებით და მე მინდა ბოლო ჯერ ჩავწერო ამ საკითხზე ლაივი. მოგესალმებით. შემომიერთდით და დავიწყოთ. მესიჯობანაში გამოჩნდნენ კვლავ მკვდრის მრევლი და ამ მკვდრის მრევლზე მინდა დღეს 1-2 სიტყვა ჩავწერო და ასევე იმ საკითხებზე, რასაც ეს მკვდრის მრევლი თავად მკვდრები კითხვას სვავენ, ამ გოგოს როგორ უსმენთ? ილიამ უწმინდესის მაგინებელს როგორ უსმენთ? კიდევ არსებობენ ამ ქვეყანაში ჯერჯერობით მკვდრის მადიდებლები და მოდი ახლა ამაზე ვისაუბროთ. თქვენ ხედავთ ჩემს ეკრანზე არაერთ ადამიანს, მათ შორის მკვდარსაც, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით აი იქ ეშმაკს პატიჟობს რო არის სათაურებული, აი მაგ კაცზე მინდა ვისაუბრო, როდესაც ერთად ზეიმობდნენ იმ საკითხს ადამიანები ჩვენი პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გამო. ჩვენი პირველი პრეზიდენტი იყო, მეგობრებო, როგორც უკვე იცით, თქვენ ყველამ, არა, სახელი არ დამავიწყდა, უბრალოდ მე შესატყვის ვუძებნი ახლა როგორ მოვიხსენიო. ესე იგი, ჩვენი პირველი პრეზიდენტი, რომელმაც საქართველოს შეუნარჩუნა ქართული ანბანი. ერთი წუთით ეხლავე გაჩვენებთ. ქართული ანბანი. ჩვენი პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ამისთვის იბრძოლა და არა მხოლოდ პირველმა პრეზიდენტმა იბრძოლა ამისთვის, სრულიად საქართველომ იბრძოლა ქართული ენის და დამწერლობის შესანარჩუნებლად. ვიცით, ეს იყო ჩვენი პირველი პრეზიდენტი აგერ, თქვენ ხედავთ უკანა ფონზე ზვიად გამსახურდიას და ასევე მის თანა მოსაზრეს, თანა მებრძოლს, რომელიც არის წინა პლანზე გადმოწეული. ასევე დაბლა ქვემოთ ხედავთ თქვენ ბერ გაბრიელს, რომელიც იყო აი ამ ორივე ადამიანის თანა როგორ გითხრათ, შემსწრე. თანა შემსწრე, ესე იგი, ბერ გაბრიელს, ნაზი შამანაურს, რომელიც იმის გამო, რომ სიმართლეს აჟღერებდა, საგიჟეთში არაერთხელ აწამეს. იცით რა არის აწამეს? აი წაიკითხეთ ნაზი შამანაურის აღწერა, რას უშვებოდნენ დღიურიდან, წერილიდან და შემდეგ მიხვდებით რა არის წამება. წაიკითხეთ, აუცილებლად წაიკითხეთ. რატომ მოვიყვანე ნაზი შამანაური მე ამ ჯგუფში პირდაპირ გეტყვით? ქალი, რომელიც არის ახალგაზრდა გოგო, დაუცველი, უკაცრავად, დაუცველი, სრულიად
როგორც დამცავი ორგანოების სტრუქტურიდან დაუცველია, ისე საპატრიარქოდან არის დაუცველი ქალი, რომელიც უბრალოდ ვერავინ ვერ გადაარჩინა. ვერც ილიამ, ვერც სახელმწიფომ. უწმინდესი და უნეტარესიო რო ამბობენ, მას რო უწოდებენ უწმინდეს და უნეტარეს, მე გეტყვით რა, თქვენგან განსხვავებით, მე ილია მეორე პირისპირ, აი ესე ახლოს მყავს სამჯერ ნანახი. მის ხელებზეც დამიხედავს, კიდევ კაი ფეხებზე არ დამიხედავს. ხელებიც კმარა. თქვენ იტყვით, რომ მიღრძოებული იყო რა და ბებერკაც როგორ უნდა მოკითხო, რომ ჯანმრთელი იყოს. კარგი, არ მოკითხავ. კი ბატონო, კონდეს მას სოკოიანი ფრჩხილები, მიღრძოებულს. თუ მე ჯანმრთელობა არ უნდა მოვკითხო მას, მაშინ არც იმას არ უნდა ვამბობდე, რომ უწმინდესი და უნეტარესია მიღრძოების დროს, როდესაც ის იხრწნება. უწმინდესი და უნეტარესი თვით ქრისტესაც არ უწოდებია თავისი თავისთვის, რო იცოდეთ. კაკუნი ისმის გარეთ. მაგ სოკოიანმა კაცმა სრულიად ერი შეიყვანა ისეთ განსაცდელში, რომელ განსაცდელსაც შემდეგი ასწლეულები ვერ მოიხსნით ზურგიდან, მათ შორის მეც. და აგერ ხედავთ თქვენ სიგელს, აი აქ ხედავთ თქვენ, რომელიც გადაადგილდა, ეს არის სიგელი, ჩემი მესამე ბავშვის, რომელსაც აი ამხელა სიგელი მიანიჭეს, რომ ის მონათლა და მისი ნათლია არის აი ეს სატანის გვერდზე მჯდომი მეორე სატანა, რომელიც ღლაცუნობს და უხარია, რომ ჩვენი პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ენა შეგვინარჩუნა, კიდე გამიმეორებ, მოკვდა, გარდაიცვალა. მან განაცხადა ჩვენ პირველ პრეზიდენტზე, მან განაცხადა, მე არა. ჩაძაღლდა სატანაო. ჩვენ პირველ პრეზიდენტზე არ დაგავიწყოთ, ის იყო ჩვენი პირველი პრეზიდენტი, არა ცუდი პრეზიდენტი. არა ივანიშვილისა და სააკაშვილისნაირი არა. ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი ხო, კაი, იყო ერთ დროს პრეზიდენტი იყო, არც იყო, არ გვიდა. არა ზურაბაშვილის და არა ზურაბიშვილის. არა სააკაშვილის მსგავსი, არა შევარდნაძის მსგავსი პრეზიდენტი ძვიად გამსახურდია, რომელმაც 6 თვის განმავლობაში, როდესაც ის პრეზიდენტი იყო, იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე 20 წლიანი თუ რამდენი წელი იყო შევარდნაძე, პრეზიდენტობის დროს გაუკეთებია შევარდნაძეს. 6 თვის განმავლობაში. შევარდნაძეზე 500,000 თავით მეტი გააკეთა. ჩვენ გვაქვს ასეთ პრეზიდენტზე საუბარი, რომელმაც შეგვინარჩუნა ქართული დამწერლობა და ქართული სამეტყველო უნარიანის მცოდნე პიროვნებების არსებობა. ანუ ქართული ენა. $50,000 ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რომელსაც ტყვია წამალი ესროლეს აი ამ სატანების ბრძანებით. აი ამ სატანების ერთად რო ღლიცინებენ, ხო, რო უხარიათ. ქართველ მოსახლეობას ესროლეს 50,000 კაცს ესროლეს პირდაპირ ქუჩებში. მხედრიონელები
რომლებიც პირდაპირ ადამიანებს ქუჩაში კლავდნენ, მათ სასტავს ჩაუბრატდა. ხო, ქუჩურიანით ვილაპარაკეთ, იმიტომ რომ ქუჩურად მოიქცა. ჩაუბრატდა და რუსეთს მიწერა ასეთი წერილი, რომ თურმე ჩვენი პრეზიდენტი, პირველი პრეზიდენტი, რომელიც ქართველი ხალხისთვის იბრძოდა და მათთვის იბრძოდა, არა 9 მილიონიდან ჯიპებით არ დადიოდა და არა $800 ფეხსაცმელები არ ეცვა, არამედ ქართველი ხალხისთვის აკეთებდა, რასაც აკეთებდა, სადაც არ წავედი ზვიადიზე დღემდე თაში, ბარში თუ თბილისში ზვიადიზე ვერავი ცუცს ვერ მეტყვის, რომ ან ვინმე მოკლა, ან ვინმე გაძარცვა, ან ფუფუნებაში იცხოვრა, ან კიდე ქართული არ შეინარჩუნა. საქართველოს მოსახლეობაზე არის ვერავინ ვერ მეტყვის ამ, ვერ მითხრეს. ზვიადიზე მხოლოდ ერთადერთი დასაწუნი რაღაც მითხრეს, რომ ხელებს რო არ ჭყავდაო. აი ეს დაინახეს მხოლოდ ცუდი ადამიანში. მისი სტილი იყო, რომ აუმახიანად, ემოციურად ელაპარაკა, არა ისე მკვდარივით, როგორც ილია. ღმერთს ორი სახელი აქვს, აი იქ წითელ ქუდისში რო ახურავს, მაგ ვიდეოში ამბობს მაგას. იაღოველებსაც ხო ჩაგაბრატათ. არა, ზვიადი მართლა ენერგიულად საუბრობდა, მართლა ხელებით საუბრობდა, ეს ჩვეულებრივი ყველა ლიდერის თვისებაა, რომ ომახიანად ისაუბრო და ხელები გამოიყენო საუბარში. მკვდარივით კი არ იდგე და შეკვდილი რეალურია, დავიკარგო დავითესოთ აქედან. ეგრე არა. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ იყო თუ არა ილია უწმინდესი და უნეტარესის რანგში, ვინ მიეწოდა რაში და რისთვის უწოდეს ასე, მაინტერესებს რა. კი ბატონო, თუ დღეს ყველაფერი თავდაღირად დგას, უწმინდესი და უნეტარესია. იმაში, რომ მოკლა ჩვენი პრეზიდენტი, მოაჯდა საქართველოს ქონებას, მოაჯდა საქართველოს ბავშვების ენერგიას 70,000 ნათლულით, უნდა რომ გაიგრძელებინა ცხოვრება, სანამ არ გამოჩნდა თამარი და ხელი არ დაუბრახუნა მაგიდაზე. მოაჯდა საქართველოს სრულიად საგანმანათლებლო სისტემას და კარგად იცხოვრა რა, მაგრად იცხოვრა, $800 ტუფლებს იმიტომ ჩავეციკლე, რომ $800 ტუფლები არ უნდა იცოს იმ ადამიანს, რომელი ერის მამად წოდებულია და თავისი შვილები შიმშილით ხვდებიან. ხვდებით, მე მაგაზე მაქვს საქმე რა. თუ უნდა 800 მილიონიანი ფეხსაცმელები ჩაეცვა, თავისი ერი კარგად თუ იქნებოდა კაცო, მე მაგაზე არა მაქვს. მაგრად მიყვარს მეც ჩაცმა რა. და ძვირიანი ფეხსაცმელების ყიდვა მეც მიყვარს. მაგრამ თუ კი შენ ზერს ხედავ, რომ ამ დღეშია, მე იმ დღის მერე რაც საქართველოში ჩამოვედი, ჩემი ტანსაცმელისთვის არ მიზრუნია გული როგორ გამექცევა იმისკენ, რომ მე ზმანებზე ვიყო და საქართველოში რო გავალ, აგერ ყოველ მეორე ნაბიჯზე გაჭირვებულ ადამიანს ხედავ. თქვენ თუ არ ხედავთ, ეს სხვა არის, თბილისში სხვა სიტუაცია. თბილისში არ არიან გაჭირვებულები, ძირითადად იქაც დაბალი ფენაც იგრძნობა, მაგრამ სოფლებში, რაიონებში აი აქ რომ მე გაჭირვებულ ხალხს ვხედავ და მე ჩემ თავს დავინახავ $800 ფეხსაცმელებით, გული ამერევა ჩემ თავზე. ხვდებით? ოღონდ მე არა ვარ სასულიერო პირი. მე ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე, არ მევალება, მაგრამ მაინც ვარ ასეთი სულის. ხო და მით უმეტეს, როდესაც უწმინდეს უნეტარესობაში აყავხარ შენ ზერს. მაშინ უნდა გვანახო რა არის შენი უწმინდეს უნეტარესობა.
აი ეს სიგელი, რომელიც ახლა გაჩვენეთ, ეს სიგელი მიეკუთვნა ჩემს შვილს 2020 წელს. 2020 წელს ჩემი შვილი იყო 40 დღის რომ მოვნათლე. მესამე შვილი. ორიათას 22 წელს ჩემი შვილი არის 2 წლის. დანარჩენი 2 შვილი კიდევ მის გარდა არის 5 წლის და არის 3 წლის. დანარჩენებზე ვიძახინე. როდესაც მე მივდივარ ილია მეორის კართან, აღდგომა დღეს. 2022 წლის აღდგომა დღეს. მე ვარ 3 შვილის დედა, ილია მეორის შვილის ნათლია. მაშასა და მე მათ აქვს ჩემი ყველა საბუთი, რომელიც კი არსებობს, ჩემი მეუღლის CV, სად მუშაობს, როგორ მუშაობს, რამდენი აქვს შემოსავალი. სურათები ჩვენი მთელი ოჯახის, მე ვიძახი, როდესაც ვნათლავდით რა მოგთხოვეს მაშინ. მთელი რიგი საბუთები თავისი სიდით, CD-ზე ჩაწერილი სურათებით და ასე შემდეგ და ჯერ მაშინ დავეჭდი რომ მეთქი ეს სამსახურში ვიწყებ მუშაობას თუ ვნათლავ ბავშვს თქო რა ამდენი საბუთები რომ მომთხოვეს და დავხუჭე მაგაზე ცვალი კაცო ალბათ თავიანთი წესები აქვს მეთქი ვიფიქრე თუ არ ჩავთვლით იმას რომ როდესაც ეს საბუთები შევიტანე იმენას წერვა იაზვა ტიპებთან მოვხდი მეთქი ეს სად ვარ ეს მე საპატრიარქოს ეზოს შიგნით ვარ თუ რა ხდება თქო რა მაგაზე ცვალი დავხუჭე სანამ 2 წლის განმავლობაში მე იმაზე ფიქრში იმაზე ტანჯვაში რომ აი ეს ილია მეორეზე ესე რო ამბობენ მართალია არ არის მართალი იქ მღვდლებთან საუბარი იქ ის და მაინც ვერ გავიგე საბოლოო ჯამში სიმართლეა თუ არა ილია მეორეზე რასაც ამბობენ და საბოლოო ჯამში მიმაყენა ღმერთმა მის კარზე და 3 შვილის დედა კიდევ ვიმეორებ 3 შვილის მასთან ერთად ან მე ჩემთან ერთად ჩემი მეუღლე ჩემი 3 შვილი 5 წლის 3 წლის და 2 წლის ვდგავართ ილია მეორის კართან აღდგომა დღეს 2022 წლის აღდგომა დღეს დაცვას ვეკითხები რომ ილია მეორე სახში თუ არის და დაცვა მეუბნება კი სახშია რა მოგმართა რა გვიდა გამეხარდა და უთხარი გაღიმებული სახით რომელიც შემდეგ შემაშრა სახეზე ჩვენ ნათესავები ვართ ილია მეორის და აი ზეციურმა ძალებმა მოგვიყვანეს სტუმარი ღვთისა ამ სიტყვით ილია მეორესთან და თუ შეიძლება რომ ვნახოთ ილია მეორე და ვესტუმროთ ამას მოყვა 8 საათიანი ლოდინი ისეთი ლოდინი კი არა აი ქალბატონო თამარ ვარ ყვევთ ეხლავე უკაცრავად ბოდიშით რომ ამდენს გალოდინებ და რამეს ხომ არ მიირთმევთ აღდგომა დღე დაიწყო ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად არა ეგეთი კი არა საბუთები შეიტანეთ რომელი მეუფისგან ხართ რა მეუფისგან მეთქვი ნათესავები ვართ არც ერთი მეუფისგან არ ვართ სტუმარი ღვთისაა და ღმერთმა მოგვაგზავნა დღეს გადასაცემი მაქვს საჩუქრები აი ესე აი ქვები მადლის ქვები ქვია ამას ხალხო თუ არ იცით ყველაზე იშვიათი ქვა რომელიც აი არ ვიცი ალბათ მთელი ამდენი საუკუნეების განმავლობაში რომ დავითმა საქართველოს ერთი ცალი წამოუღო იერუსალიმიდან 2 კიდე მოვიდა ხო და გაიცინათ რა სულელიაო ეს ქალიო ალბათ იფიქრეს ხო ამ პარტავნებაში მე ვიყავი ისინი კი არა მე ვიყავი რომ ქვები მიუტანე გესმის სულელიაო იმათმა რო იფიქრეს ისინი უწმინდესი და უნეტარესობის რანგში არიან აყვანილი ხო და მე მაინც იმედი მქონდა რომ მე თქვი იქნებ გადასცენ ილია მეორეს მე თქვი ილია მეორე მიცის რომ მე უნდა მოვიდე დღეს ზეციურმა ძალებმა მას უკვე გააგებინეს თქო და აქაც უისაცოდავი ქალიო იფიქრეს რა ამ პარტავნებაში არისო ზეციურ ძალებთან როგორ უნდა კონდეს კავშირიო
ის კი არ იციან, რომ სული წმინდის გარეშე ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგა. ხო, ამ პატევნებაში მე ვიყავი, ისინი კი არა და საბოლოო ჯამში 8 საათი მალოდინეს. 2 საათის შემდეგ ჩემი ბავშვები ისე დაიღალნენ, ბავს ყური ტყიოდა, ქარი იყო და ჩემმა მეუღლემ გარი დაიქაურობას და მანქანაში მელოდებოდნენ. მე კი ვიდექი და ველოდებოდი პასუხს, რას იტყოდნენ საპატრიარქოსთან, გადასცეს თუ არა ილიას ამბავი. რა გამოთქვა ილიამ, უნდა თუ არა ჩემი ნახვა და ასე შემდეგ. ამასობაში მე დავურეკე სხვადასხვა სასულიერო პირებს, ავუხსენი ვითარება. ხან გავბრაზდი, ხან ამასობაში ვხედავ, რომ იქ შეყავთ მანქანები, გამოდიან უშიშროების სუსის მანქანები, შედიან და გამოდიან. თამარი კიდე ზის და აი ფეხზე კიდია ყველა ძაღლათაც არ ჩამაგდეს, როგორც მაშინ ისე ახლა. როგორც სარკისებურ საუკუნეში. საბოლოო ჯამში მე ვკითხე დაცვას 8 საათის მერე. იცის ხო მეთქი ილიამ, რომ აქ ველოდები უკვე. დაცვამ თვალები დაბლა ჩაყუნა. უარი ვერ მითხრა. გადასაკონტროლებლად კიდევ ერთხელ ვკითხე. მეთქი გადასცეს ხომ ილიას უკვე, რომ მე აქ ვარ და იცის ხო ილიამ თქო? დაცვამ ისევ თვალები დაბლა ჩაყუნა. ვერც თვალებში შემომხედა, ვერც არა მითხრა, ვერც კი და დაბლა ჩაყუნა. და მითხრა ასეთი რა. ქალბატონო თამარო, ხვალო ილიაო, სამებაში იქნებაო და იქ მიაკითხეთო. და მე ამ კაცს შევხედე და უთხარი. შემოვხედე მეთქი აქეთ. თქვენ რომ იყოთ სახლში აღდგომა დღეს და მოგადგნენ თქვენი ნათესავები, მით უმეტეს თქვენი ნათლული. ესე მოექცეოდით მეთქი, როგორც მე მომექცნენ ახლა აქ? არაო. ხოდა თქვენ გაიხარეთ მეთქი. თქვენ კიდევ დაგრჩენიათ მეთქი ქრისტიანული. ქრისტესნიერი მაინც ხართ მეთქი და აი ამ ვითარებაში მეთქი ძაღლადაც რომ არ ჩამაგდეს. სამებაში გავეკიდო მეთქი ადამიანს, რომელმაც სახლის წინ არ მიმიღო თქო? ვერაფერი ვერ თქვა დაცვამ. წამოვედი. იქიდან დავიწყე მე ამ სატანების ხელა. გამეცა პასუხი ეს ადამიანი სატანა იყო თუ უწმინდესი და უნეტარესი. მე ღმერთმა ამაზე პასუხი გამცა აი ამ 2 მადლის ქვის წყალობით. მადლობა უფალს, მადლობა უფალი იესო ქრისტეს, უწმინდეს და უნეტარეს ჩვენს ქრისტეს, იესო ქრისტეს და ასე ვამხილე მე, ჩემო კარგებო, დღემდე უწმინდესი და უნეტარესის ტიტულის წამგლიჯველი ანტიქრისტე, ესე იგი ილია მეორე, რომელმაც ანტიქრისტემ, რომელიც გამეფდება და 48 წელი იმეფებსო და ზუსტად ეგ მოხდა რა. გადაითვალეთ, როდის გამეფდა ილია, სად გამეფდა ილია? იერუსალიმში, იქ მცხეთაში, სვეტი ცხოველში. და რამდენი წელი იმეფა, ისიც გადაითვალეთ და მიხვდებით თუ როგორ დამარცხდა ანტიქრისტე და ჩაიდო მიწაში. ანტიქრისტე დამარცხებული ხალხო, ეხლა უბრალოდ გამოდის ჩინში. ანუ ჩინებული ხდება. ქრისტე პანტოკრატორი, ანუ ყოვლის მყრობელი არის ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოსი. მისი გადმონაშთები, აი ამ წითელ ქუდეს გადმონაშთები. ხო რა, ისევ მისი ტანსაცმელები და აჩრდილები არიან. ანტიქრისტეს აჩრდილები საქართველოში დიდხანს ვერ იბატონებენ. აწი თქვა ბერმა გაბრიელმა, როდესაც გამოჩნდება ღვთივკურთხეული მეფეო, აი მაშინ საქართველოში ანტიქრისტე ფესვებს ვეღარ გაიდგავსო, ფეხს ვერ გაიდგავსო.
ეს იცით ვინ თქვა? აი ბერმა გაბრიელმა, რომელიც გიჟად შერაცხა, აი ამ წითელ ქუდამ თავისივე დროზე. ხოლო როდესაც გარდაიცვალა ბერი გაბრიელი, შემდეგ მასზე წიგნები დააწერინა, ტყუილები დააწერინა ხალხს და გაყიდა. ფული ჯიბეში ჩაიდო, იმიტომ რომ $800 ფეხსაცმელები კინაღამ გაუცდა. მერე ახალი $800 ფეხსაცმელები იყიდა და ბედნიერად იჯდა ბოლომდე სკამზე. ჭირი იქა, ხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა, ვინც ჩვენთვის სიკეთე ვერ გაიმეტოს, გული გაუპოს დანამა. გაიგეთ, ქართველებისთვის ვინც სიკეთე ვერ გაიმეტოს. ხედრიონელებზე ბევრს არ ვილაპარაკებ. ამბიონებიდან მადლობას გვიხდიან, რომ მეორედ მოსვლა გადავდეთ ქართველებმა. ეგ მხედრიონელის ნაწილია, რომელიც ილია მეორემ თავის საპატივცემულოდ, თავის საძმოს შეიყვანა იქ, ეკლესიაში. რომელზეც მაბრალებენ, რომ მე ვითომ ეკლესიას ვებრუცი. მე ეკლესიას არ ვებრუცი. არამედ მე ვებრუცი ეკლესიაში შესულ ეკლებს. ეკლესიაში შესულ ეკლებს. ხო და ეს ეკლები თანდათან ეხლა ერთმანეთის მიყოლებით მიყვებიან ერთმანეთს. თავიანთი შორეული ენით. თეთრაანთ ქალით. ხო. ახლა მეგობრებო, რაც გინდა ის თქვით, როგორც გინდა ისე დაიბნელეთ თავი, მე ყველაფერი გითხარით, ეს ინფორმაციები კიდევ ვაი თუ ვიტყვები გადაამოწმეთ. მართლა ეგრე იყო, არ იყო ეგრე, ვინ იყო ზვიადი, ვინ იყო ილია მეორეს უწმინდესი ზე მეტი გაგიკეთებიაო, მე მკითხეს მრევლმა. კი, უწმინდესზე, აი თუ ამაზე ლაპარაკობ შენ ამ წითელ ქუდაზე და ამას გულისხმობ, უწმინდეს და უნეტარეს რო უწოდებ. მასზე მეტი უკვე გამიკეთებია, ჩემო საყვარლებო, რა ვიცი გიწოდოთ, ხო, კაი იყავით ჩემი საყვარლები იყავით თქვენ. ჩემო საყვარელო ერო, უწმინდესზე კი არა, მაგრამ ილიაზე მეტი უკვე გამიკეთებია. გინდა გითხრათ რა? სულ ცოტა ერთი წიგნი მაინც თარგმნე. საღვთისმეტყველო წერილებიდან, გერმანულიდან ქართულში, სულ უსასყიდლოდ. მითხარით, ერთი წიგნი თუ თარგმნა, ერთი ნაწერი და მტკაველი თუ თარგმნა ილიამ, საღვთისმეტყველო წერილებიდან ქართულში, ან ლათინურიდან, ან რუსულიდან, ან გერმანულიდან, ან რა ვიცი მე, ებრაულიდან, არ ვიცი რამე ენიდან. თუ გაუკეთებია ილია მეორეს. ხო, სასულიერო პირი იყო. ხო და სასულიერო წერილები მისი საქმე იყო და არა ჩემი, მაგრამ მე რეალურად სასულიერო საკითხებში უფრო ბევრი გამიკეთებია უკვე ილიაზე, ვიდრე მას. რაც შეეხება საქმეებში, მეგობრებო, უფრო მეტი გამიკეთებია. ეხლა გეტყვით რაში? 9 მილიონიანი ჯიპით არ დავდივარ. მილიარდობით ფული დახარჯული კოშკებში არ ცხოვრობ. $800 ფეხსაცმელები არ მაცვია. $75,000 ხესახში არ მიდევს. ჩემი ერისთვის, რაც შემიძლია, იმას გავცე, რაც არ მაქვს, იმას გავცე. გინდა ფულაც, გინდა მატერიალურს, გინდა ფიზიკურს, აი ფიზიკურად ვეხმარები ადამიანებს, გინდა სულიერად ვეხმარები ადამიანებს, როგორც ფსიქოლოგიურად. რაც შემიძლია, როგორც შემიძლია სამი შვილის დედას, აღვადგენ ეკლესიას. ჩემი ხელებით და იმ ხალხის, ღვთისმიერი ხალხის დახმარებით, როგორც არის ჩემი მეუღლე, ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი სიდონის წევრი, ასევე ის ქალბატონები, ზოგი სიდონის წევრიდან, ზოგი წევრიდან არა, ჯგუფიდან, წევრი რა არის ახლა, ჯგუფიდან, რომელიც გვეხმარებიან
შემოწირულობით, რომელსაც აკეთებს უამრავი ხალხი აი ამ წიგნის შეძენით, რომელიც ისევ ჩემმა მეუღლემ დაგვიფინანსა თავისი ხარჯებით ხალხო, ჩემი მეუღლე თავისი ხელებით წვალობს ყველაფერს, თავისი ხელებით აკეთებს, არავინ არ აფინანსებს მას, მუშაობს, სამ ადგილზე მუშაობს, რო იცოდეთ რა. როდესაც მე მივმართე მეუფეს, ეკლესიას ვაშენებ მეთქი და შემიძლია თქო, უფლება მაქვს თქო ამის, თქო? მეუფემ იოანემ ასე მითხრა, თუ ფული გაქვს, გააკეთე. ის კი არ მითხრა, რომ ვა, რა კარგ საქმეს აკეთებ, დაგეხმარებით ჩვენს, რამე ხო არ გჭირდებაო, თუ ფული გაქვს, გააკეთეო. მადლობა. ნებართვისთვის მაინც, რომ ნებართვა დამრთეთ ეკლესიის 3 წელი გამაჩერეს, რომ არა შენ არა ჩვენ უნდა გავაკეთოთო აქ სოფელში და მე ეს თვითონ ვერ გააკეთეს და ისევ მე დავიწყე 3 წლის მერე ყველაფერი რომ 10 მაგად გაძვირდა, ახლა მე მიწევს მაგ 10 მაგის გადახდა ყველაფერში. ასე რომ ჩემო კარგებო, არ ვიცი მე თქვენ რას უწოდებთ უწმინდეს და უნეტარესობას, თუ თქვენ იმ საკითხებს უწოდებთ უწმინდეს და უნეტარესობას, რაც ახლა ჩამოგითვალეთ, პრეზიდენტის მკვლელობას, საქართველოს ერის განიავებას, ჩვენი ქართული მაგალითად უშხურში რომ ავედი და მითხრეს რომ ილია მეორის დროს, როდესაც იგი იყო ეპისკოპოსი, პატრიარქი, დაიკარგა თამარის ქოში, თამარის ხმალი, თამარის სარტყელი, თამარის თმა დაიკარგა. ვა, მაგ დროს მე კი არ ვიყავი პატრიარქი. აი ილია მეორე იყო პატრიარქი და ვინ მოკითხა, აბა, ვინმე მოკითხა? არც იცოდით რა დაიკარგა და რა არა. თქვენ მარტო რა იცოდით, იცი? აი, უწმინდის და უნეტარესი მოდის ჩქარა დაიჩოქეთ. ვინც განიკითხოს ნაკვერცხლები დაეყრება თავზე. ვინც ამხილოსო რაო მერეო? გვირგვინი დაედგმება თავზეო, ხო? ვინც ამხილოს, გვირგვინი დაედგმება თავზე. ხო, საქართველომ უამრავი ძეგლი დაკარგა, გაფუჭდა, გაიყიდა თუ საწავიდა არ ვიცით. არც მოგიკითხავთ, არც გაინტერესებთ. საქართველოდან 5 მილიონი მოსახლედან 1/2 წავიდა ემიგრაციაში. გაქრნენ ბავშვები, აგერ ჩვენ გურამის სახით ვხედავთ, გაქრნენ უამრავი ბავშვი, დაიკარგა, ვერავინ ვერ იპოვა. ჯერჯერობით და სადაც იპოვიან, მე კიდე თვალებს დაგაჭყეტინებთ. პოტენციური მამაკაციდან რომელმაც ერი უნდა გააგრძელოს, ვერად აღიკვეცა. ციხეში ამოალპეს, ამოხოცეს, ამოაჭრეს ორგანოები და გაგვიუპატიურეს როგორც მამაკაცები, ისე ქალები, მაგრამ ილია მეორეს შანგრილას აშენება უფრო ეჯობნა მის საპატრიარქოს გვერდით. და $75,000 ხის ჩამოტანა და ქვების მოგროვება თავის რეზიდენციაში. მარტორქის ცხვირის ჩამოკიდება კედელზე. ეკუმენიზმის პრეზიდენტად დადგომა. ეკუმენური გაერთიანების პრეზიდენტად დადგომა. ეს ყველაფერი მას უფრო ერჩივნა, ვიდრე საქართველოს ხალხისთვის მიეხედა. აი, მაგალითად, ნაზი შამანაურის მსგავსი მართალი ხალხის დაპურება, დახსნა, ტყვეობიდან გათავისუფლება, გამოკვლევა იმ უდანაშაულ ხალხისა 50,000 ბიჭი, რომ გაგვიუპატიურეს ციხეებში. ვინც ქალი იყო, სანდრა რულოვსის ვითომ დახმარებით ამოაჭრეს საშვილოსნოები, საკვერცხეები და შემდეგ გაყიდეს. ასეთ რამეებს ილია მეორე აბა სად შეეძლო კაცო, ბებერი იყო ის თურმე სულ თავიდან ბოლომდე. მაშინაც როცა პატრიარქად აირჩიეს
და აი მერეც რო გარდაიცვალა, საცოდავი იყო იმაზე, როგორ უნდა თქვა, ცუდი ბებერი კაცი იყო, მოხუცი კაცი იყო, რიდი მაინც მოინდე. ეხლა მკვდარია და რიდი მაინც მოინდე. ბიჭო, საშინელი სამსჯავრო არც ასაკს იცნობს. არც შენს ავადმყოფობას იცნობს, რომ აისაცხალიო და უისაცხალიო და ავადარისო და ბებერიაო, არ იცნობს. საშინელი სამსჯავრო ყველას გამოიყვანს ყურებით და გამოფენს. ხო და საშინელი სამსჯავრო აგერ არის. არც მისი წინასწარმეტყველებები ამხდარა, რომ ბოლო პატრიარქი ვარო, ის მაინც გაეკეთებინათ, რომ მართლა მისი სიტყვა რო ახდენილიყო, აღარ დაეშოთ არც ერთი პატრიარქი, მაგრამ არა. ვაი რომ ძალაუფლება ყველას ყიდის, ყველას, ყველას მიგაყოლებენ, ვინც მანდ სატანის მსახურები ხართ, ვითომუწმინდესები და უნეტარესები. ყველას მიგაყოლებენ ერთი მეორეზე, თქვენ მე შეგჭამენ, იმიტომ რომ ჩვენ ვეღარ შეგჭამენ. ჩვენ ერთ პატარა წერტილსაც ვერ მოგცხებენ. ხვდებით? ისინი სატანები. თქვენ ვინც დაგაყენათ მანდ მარიონეტებად. იქ საპატრიარქოში თქვენ გესაუბრებით. რაც ღირებული ისტორიული ეროვნული განძია ყველაფერს ყიდიან, ითვისებენ, ამიტომაც არ არიან სანდო, ესენი თამარის საფლავის განძის გახსნა უფალმა დაგლოცოს თამარ შენ ყველაფერი ღვთისმიერი შეგიძლია. მაია ხო ჯიადის მერაბისა და მისი მტკიცე მიმდევრების გარდა ყველა დასასჯელიაო. დაისჯებიან, უკვე ისჯებიან აგერ. კიდე რაღაც მინდოდა ამომივარდა. ხო. დავით გარეჯას ნაწილი რომ მიითვისა ჩვენმა მეზობელმა ქვეყანამ, მაგაზეც არ გაუგია, კაცო, ბებერი იყო და იჯდა ყრუდ და მუნჯად იჯდა თავის რეზიდენციაში, აბა სად შეეძლო ხა ილია მეორეს ეზრუნა თავის ერზე, კაცო. ცოდოა უნდა ერჩინა ერს ის საცოდავი. ცოდოა, კაცო, ნუ განეკითხავთო. ხო? დავით გარეჯა დავკარგეთ, სამაჩაბლო დავკარგეთ, აფხაზეთი დავკარგეთ. რა ვიცი, აბა თავისთვის ბუნჩულად იჯდა და უწმიდის და უნეტარესი ერქვა, მე მგონი მაგას. მარტო ის იცოდა, რომ ღმერთს ორი სახელი აქვს, ელ ია ხვე. ოე გაახსოვდა მარტო. და მერე ბოლოს რომ მოკვდა 700 ადამიანი კიდე მოანათლინეს მკვდარს და შენ ისიც თქვიო, რომ ილია მეორე მკვდარიაო და დღემდე ვერ გაიგო ხალხმა, რომ მკვდარს მოანათლინეს 700 ადამიანი. მაგრამ გაიგებს, ეგეც არ არის დაფარული, რომ რაც გაცხადდეს, მაგასაც გაიგებენ და გული აერევათ. რა ვიცი, ალბათ ღმერთი ოდნავ ესე ნელა-ნელა ამზადებთ მაგ საცოდავ მშობლებს, რომ მკვდარს რომ მოანათლინეს შვილი უცბად არ აჯახოს, ჩემსავით. ხო. მე როგორც გაჯახეთ თქვენ. ასე რომ ჩემო კარგებო, სანამ თქვენ ვინმეს უწმინდეს და უნეტარესის რანგში აიყვანდეთ, ჯერ გაიგეთ ვინ არის ის ადამიანი, გამოიკითხეთ რა, საქმეები მაინც გამოიკითხეთ. ის ნუ დაიხვიეთ ხელზე, რომ მკვდრები გადმოიტანა საქართველოში 2008 წელს. ის იკითხეთ, რატომ მოაკვლევინა 2008 წელს ახალგაზრდა ბიჭები გაყიდულ ვითარებას. გაყიდულ მიწებს რატომ შესწირა ეს ახალგაზრდა ბიჭები ყვითელი ავტობუსებით რომ წაიყვანეს ომში სამიზნეებად. აი საინტერესოა რა ხალხო გამოფხიზდით ხალხო, იმისი არ იყოს ცისკარაჟი, წყალი გინდათ ხალხო. სანამ წყალზე არ მოგაწყურებენ, მანამდე ვერ უნდა გამოფხიზდეთ. თუ წყალი გინდათ, მომგვარეთ მზია. ხო და დაიძახებენ ერთხელაც და წყალი გინდათ ხალხო, თუ წყალი გინდათ მოკალით თამარი. აცი აგერ გეტყვიან კი არა და გითხრეს უკვე აგერ სვანეთში ერთ-ერთმა გველმა ცადა ჩემი მოკლა და არა მხოლოდ ჩემი. ხო და დევები რო დავიძახებენ,
წყალი გინდათ? ახლა გეტყვენ ფული გინდათ? მოგალით თამარი. მიიღებთ ფულს, მე აშენებთ კახეთში სახლებს და $5000 კიბეებს დადგავთ შიგნით. მაშ თუ ფული გინდა, აგერ თამარია და მოკალი. არა, ტყუილს კი არ გეუბნები, ეს მართლა მოხდა ჩემ ცხოვრებაში სულ რაღაც თვენახევრის წინ. უჩქულში თამარის აკლდამის წინ რო ვიდექი. აი იქ. გადავრჩი ოღონდ. ღმერთმა გადამარჩინა, აბა თქვენ ხო არ გადამარჩენდით. და კიდევ ერთმა დაულშილმა ექიმმა, რომელმაც რეანიმაციაში სიკვდილს ამაცდინა. არ მომახვედრა რეანიმაციაში, არამედ საიდუმლო გამანდო, როგორ იცმენს თავს ადამიანი. მოწამვლისაგან. ახლა ჩემო კარგებო, მე ამ წელს ზღვაზე ჩემო შვილმა აი ეს ქვა მიპოვა. ხედავთ, ვერ გაიგებთ. ამოყირავებული ხეა თუ დაყირავებული ხეა, მაგრამ ხეა. ახლა მეგობრებო, აი აქეთ გულია. ახლა მეგობრებო, ხის წმენდა დაიწყო. შემოდგომა დადგა და ფოთლები დასწვიდება. ფოთლები, აი ამ წითელქუდესნაირი ანი ფოთლები. აღარ უნდათ წითელქუდები, ახლა წითელი ფოთოლი უნდა მოძღრის. ყვითელიც. ხო. თამარის თმა დაბრუნდა საქართველოში. იტალიელ პასტორს ჰქონდა ხილვა, რომ თმა იქ უნდა ყოფილიყო. ეს თამარის არა, ეგ მარიამის იყო. მარიამის თმა. ახლა ჩემო კარგებო. ახლა ჩემო კარგებო. თქვენ გინდა უწმინდეს და უნეტარესი უძახეთ აი ამ წითელ ქუდას. და გინდაც ქვეყნის დამაქცეველი. მნიშვნელობა არ აქვს. ის არის ვინც არის. ისე მიიღებენ როგორც მოიქცა ხალხს. ხო და მიწაც არ იღებს, ხო ხედავთ? დაბალზამებულ, დამუშავებულ გვამს მიწა არ მიიღებს. არც წყალი მიიღებს, არც ცეცხლი მიიღებს. აი ისე გაიხრწნება ეგ, როცა დრო მოვა, სადაც გაიხრწნება იქ. როგორც თვითონ აჭმევდა ქართველი ერის, როგორც სიმდიდრეებს, ისე ადამიანებს, ისე შვილებს, ქალებს, კაცებს, ყვავყურნებს, ისევე ყვავყურნები წარიტაცებენ მის დაბალზამებულ ხორცს და ასე აორთქლდება ცხოვრების წიგნიდან მისი არსი. ხო და ჯერი ქალხინიაკა ასე რო არ დამთავრდეს ასე ცუდად ჩემო კარგებო, ილიას მრევლო. თუ გინდათ რომ შეიწყნარონ ილია მეორე ზეცად, ისიც თვისი გადასაწყვეტია, არც მეტი, არც ნაკლები, იმის, ვის ჯვარსაც ეგ აჯდა. იცით ვის ჯვარს აჯდა ილია მეორე? აბა გაიგეთ. და რომ გაიგებთ, მე არ გაგიკვირდეთ რომ რატომ ლაპარაკობს თამარი მაინც და მაინც და რატომ მაინც და მაინც თამარის პირიდან უნდა გამოსული იყო სიმართლეები ილიაზე საჯაროდ ასე სივრცეში. ხო, თამარ მეფის აკლდამასთან ტყუილად არ მივსულვართ. დიახ. ცეკალელებო. ღმერთმა გიხსნათ იმ ჯადოებისგან, რომელი ჯადოებიც თქვენზე გააკეთეს, როგორც შორენა თეთრიაშვილის მსგავს ხალხმა, ისე შორენა თეთრიაშვილის დასაქმებულმა ჯადოქრებმა, ისევე შორენა თეთრიაშვილის დამსმელმა საზოგადოებამ, მასონთა საზოგადოებამ და ისევე როგორც შორენა თეთრიაშვილის მონებმა. როგორც მათ ჯადოქრობის ქვეშ მოგაქციეს, ისე
ყოვლად ურყმნელმა ნათელმა განგწმინდოთ ამ ჯადოებისაგან, თვალებიდან გამოგახედოთ, სიმართლე დაგანახოთ, თამარი დაგანახოთ, თამარის სიმართლეები დაგანახოთ და ქრისტე გაგეცნოთ. ასე რომ ჩემო კარგებო, კი ნორა გეთახმები უფალი ყველაფერს ალაგებს, სიყალბეში რომ ცხოვრობდით, ყველაფერი დალაგდა. ლაგდება. თამარ, თქვენ გონი ახსენით სიტყვა სარკალური. სარკალური, კი, სარკო მეგრულად სასწაულს ნიშნავს. ოქნებ, იქნებ რამე ამბობს ეს სიტყვა, რა თქმა უნდა. საკ, ვიცოდე როგორ? სარკო მეგრულად სასწაულს ნიშნავს, ანუ სარკოფაგები, იმიტომ ქვია. ანუ მეორედ მოსვლა რომ მოხდება, თავის სარკეში ჩაიხედებიან ის მუმიები რომ დაამუმიფიცირეს, ყველაფერი მესმის ახლა უკვე, მადლობა მეგრულ ენას. სარკალური არის სარკეში ჩახედვა. სასწაულის ნახვა, კი, სასწაულალურია, კი. ყველაფერი ჩვენს ენა ლაზარეში დევს. ლაზარე რა არისო, მასწავლეო თამარო? ლაზარე არის იმ ყველა ენების გაერთიანება, რომელშიც ჩვენ ვართ. მეგრულ, ლაზურ, ჭანურ, სვანურ, ქართულ, ოსურ. ნუსხურ, თუ როგორია, 7 უნდა იყოს. აი ეს ენების გააზრება, ამ ენების გააზრება, ამ ენების, ამენით, ამენ. ილია იაღუველს სიწმინდეებში რა უნდა, ქრისტეს ჯვარს აჯდა სატანაო, ამბობს მაია სანაია. ღმერთმა ყოველს გააგებინოს, ილია მეორის რეალური სახე, მათ შორის მათაც, ვინც მოჩხიბეს მოაჯადოვეს და ურჩხული ანგელოზად დაანახეს. და ანგელოზი ურჩხულად დაანახეს. აი იმ ხალხსაც დაენახოს ილია მეორის სახე, მამაზე ციევს თხოვნე, ყოვლად ურყმნელ ნათელს თხოვნე ქრისტეს სახელით და მერე მოკითხოს იმათ, ვინც მე განმიკითხავდა ილიას გამო. მერე მოკითხოს, ჯერ დაანახოს ილია მეორის სახე, რეალური. შემდეგ რას იზავენ ისინი, მოინანიებენ, ისევ იმ სიჯიუტეში დარჩებიან თუ არა, ასე გადაწყდეს და არა მანამდე ნუ დაისაჯოს ის ხალხი, ვინც მე განმიკითხა ილია მეორის გამო, ვინც მე ქვამისროლა, ვინც მე დამწყევლა, ვინც მე დედამაგინა ილია მეორის გამო, მას ჯერ აიხილოს თვალები, ჯერ დაენახოს ვინ არის ილია, სისხლში და ხორცში გამჯდარ იყოს აი ეს, რასაც დაინახავს, შიგნეულად შეგრძნოს და მერე რასაც გადაწყვიტავს, მერე ისე მოეკითხოს. ოსური რა შუა შეთამარო, რატო არ არის ოსური, როგორც სვანური, ისე ლაზური, ისე ხევსურული, ისე თუშური, ისე ჭანური, ისე ქართული არის ერთმანეთთან კავშირში, მათ შორის რუსულიც. რუსული ენა სრულიად მოპარულია ქართულიდან. რომ გაიაზრებ ამას მე მიხვდები. საქართველოს ენები ისე რა, ეხლა გეტყვით რა. სვანეთიდან წასულია მთელი რიგი კაცობრიობა და შემდეგ აი ეს ბაბილონის გოდოლის დანგრევის დროს იწყება სხვადასხვა ენებზე საუბარი. მანამდე კაცობრიობა თითქმის ერთ ენაზე ლაპარაკობდა, რომელიც ერთმანეთის ესმოდა თუ ყველა სადაც უნდა წასულიყავი. ხოლო შემდეგ ბაბილონის გოდოლი რომ მოხდა, ენებმა რომ დაიწყეს გახლეჩვა, თავიანთ ენებზე რო ალაპარაკდნენ, აი მაშინ იწყება უკვე გახლეჩვა. სად იყო ბაბილონის გოდოლი? საქართველოში იყო ბაბილონის გოდოლი. სხვაგან კი არა. ისი რატო? ანგელოზები
საქართველოში ჩამოვიდნენ და აქედან მისცეს დამწერლობა ადამიანებს. აი ჩინელები ვინ არიან? აზრზე არა ვარ. მაგრამ დანარჩენი ენები 12 ენიდან ქართულთან არის კავშირში. ასე რომ ოსურიც ქართულთან არის კავშირში. ქართულთან რა? ქართული რას ქვია? ქარდუ გაერთიანებული ერების ერთობა, რომელმაც გადაწყვიტეს, რომ აი ამ ერთი ენით უნდა დავიწყოთ საუბარი. შენი გაკ იმას იმისი აქვს ის, მაგრამ მოდი ერთ ენაზე გავაგებინოთ ერთმანეთს. ფარნავაზმა მოახერხა ეს. ფარნავაზმა დამწერლობა კი არ შემოიტანა, ფარნავაზმა დამწერლობა იპოვა და გაავრცო. მათ შორის სხვათა შორის ებრაული არის აი ძალიან ახლოს ქართულთან, როგორ იცით? უკუღმა წაიკითხეთ ხოლმე და მიხვდებით რას გულისხმობენ. ებრაულ სიტყვას რომ გაიგებთ, უკუღმა წაიკითხეთ და ქართულში მიხვდებით აზრს. ჩვენ რო გვატყვევენ 5000 წლოვანი ისტორია გვაქვს, ხალხო 5000 წლოვანი ისტორია. აი 5000 წლოვანი ისტორია არის ადამი და ევას ისტორია მარტო. ადამი და ევა სანამ შეიქმნებოდნენ, კაცობრიობა 100,000-ობით წელი ცხოვრობდა, იცით? იცით რა მხოლოდ ცივილიზაციები არის ჩაძირული, ახლიდან დაწყებული, ჩაძირული ახლიდან. აი 5000 წლოვანი ისტორია არის მხოლოდ ადამ და ევასი. იქიდან იწყება რა ათვლა ბიბლიაში რაც ჩაგიწერეს. ბიბლიაში გითხავ ხო მილიარდობით წელი ცხოვრობდნენ ადამიანები. აა დაინახეთ, უბრალოდ დააკვირდით. რამდენჯერ არის დედამიწა ჩაძირული, რამხელა ცივილიზები არის განადგურებული და ამას 5000 წელი ეყოფოდა ხალხო? არ გამაგიჟოთ ახლა რა. ჯერ მის აშენებას, ცხოვრებას, დანგრევას, ისევ ახლიდან აშენებას, ცხოვრებას, დანგრევას ცივილიზაციები ამოიზარდნენ და ჩაიზარდნენ. ასე რომ აი ამ წითელქუდიანების მსგავს ხალხს მხოლოდ ნუ დაეყრდნობით, თვალებს დაუჯერეთ და ყურებს. ენა ერთი იყო, სიტყვები აურიესო. კარგი რაღაც გამახსენეთ, დღეს მინდოდა და კიდევ კარგი გამახსენეთ. ტყნაურიო, ახსენიო რა თამარო რა, რას ნიშნავსო და მან ზუსტად ეგ საიდან მოვდივართ. ტყნაური, აი მოდი გეტყვი. ტ, ყ, ν, ა, ური. ური იცით რაც არის. ტ არის ტან, ყ არის ყარ, ν არის ნარ. ტან, ყარ, ნარ. ტ, ყ, ν, ა. ტან, ყარ, ნარ, ან. ანუ რა გამოდის, მე იცი რა მესმის აქ. თქვენ შეიძლება ვერ გაიგოთ, მაგრამ მიჩვეული არ გაქვთ ყური. ტან, ყარ, ნარ, ან, ური არის ტანი, ყარე, ნართან, რომელიც ურთან არის კავშირში. ურიები ვინ იყვნენ? ანგელიოსები ერქვათ მათ ერთ დროს. ადამიანებს მონებათ რო იყენებდნენ დღემდე. რო ასია. ფრთებიანები არა, ცნობიერნი, რომლებიც დაფრინავდნენ, აი როგორც დღეს ჩვენ დავფრინავთ ისე. ხოლო მონებს ეგონათ, რომ მათ ფრთები ჰქონდათ, როცა დაფრენდნენ. ასე რომ ანგელიოსები, ურები, რომლებიც ადამიანებს ტანყარს აქ წერია, ტანყარს იყოფდნენ, ტანს იყოფდნენ, ანუ ქალიშვილებზე ქორწინდებოდნენ, მანდიდან მოდის სიტყვა ტყნაური. აბა ამ სიტყვაში ისე ეშინია კაცობრიობას, მაგ სიტყვაში როგორ ჩაიხედავს კაცო? იქ ხო ბილწი სიტყვაა. იმიტომ გითხარით, ყველაფერი ბილწი, რასაც დაარქვეს სიტყვას, იქ არის კოდები, სადაც ამოიცნობ რა მოხდა რეალურად.
მაგრამ სანამ შენ ამ სიტყვების გეშინია, მანამდე ვერ შეხედავ ამ სიტყვებს თვალებში და ამიტომ გეგონება ჩემნაირი ადამიანი ტყნავს რო იტყვის, უი, ეგ უზრდელი ეგ ბილწ სიტყვას როგორ ამბობს, ეგ უზრდელი დამარი, ეგ იგინება და მაგას როგორ უსმენთ. შემეც ნება თქო რო ვილაპარაკე, უი, გავკვირდა ბატონ ჯოხაძეს მურმანს. ეგ როგორ თქვიო. ძალიან კარგად იცი როგორ ვთქვი და რატომაც ვთქვი, მაგრამ ეგ როგორ თქვიო. შემიცანი ნება არის ზუსტად შემეცნება და შემეციც სიტყვაც მანდედან მოდის. ხოლო შენ ყურს რომ ხდება ეს ისარივით, იმიტომ ხდება რომ შენ აი როდესაც ამ სიტყვას იგებ აქტზე ფიქრობ, ისმის მაგ აქტზე. აქ ტანზე ფიქრობ, მაგრამ მე ვფიქრობ იმის იქით. სანამ აქტი განხორციელებოდა, მანამდე რა იყო ამ სიტყვაში და რამ გამოიწვია ეს სიტყვა. და ისევ მივდივარ აქტთან, აქტი, რომელიც დაფარულია. მანუ, რომელმაც ქალი არ ქონდა უფლება, მაგრამ მაინც ტანყარ მიიღო, ანუ ტანყარა, ტანთან შეერთდა. მან დაფარა ისტორია. ხალხო, ძალიან პრიმიტიულად მოფიქრობთ. ადვილად იფიქრეთ, მაგრამ პრიმიტიულად არა. რანგში ადით. რატომაც მომხოლმე რანგებს მონაზვნებს? იმდად გითხრათ. იმიტომ რომ ისინი ფიქრობენ, რომ რახან რანგს ჩააცმევენ, რანგში ავლენ. იცით რა არის? ადრე ადამიანებს მეპეებს უწოდებდნენ. გინდათ განახოთ? მოდი განახოთ. განახოთ რომ მეპეები ეწოდებოდათ ჩვენს მეფეებს ჩემო საყვარლებო ოღონდ სანამ ნახავ თქვენ შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარები წაიკითხოთ და ასე შემდეგ 38 გვერდი დავიმახსოვრე აბა თუ სწორად მახსოვს არა 32 ორიანი რვიანში ამრევია მოდი განახოთ საყვარლებო მოდი განახოთ ხედავთ მე რო აღარ წაგიკითხოთ სახელი მეპე ანდა მეპემა მეფე მეფემა ნათეს მეპესა მიცეს მეფსა აკუზ ესენი აკუზატივი მიცემითი აკუზატივი ესენი არ დავკვირვები ვარ ამას თურმე ჩვენც გვაქვს ესენი სახელობითი ნათესაობითი მიცემითი აკუზატივი წოდება დაწყება მრავალ სახელი ნათესაობითი კარგი ხო გრამატიკა ყოფილა მე უბრალოდ აი ნახეთ როგორ წერია სახელობითში მეპე ანდა მეპემა ნათესაობითში მეპესა მიცემითში მეპსა აკუზატივში მეპეი წოდებითში მეპეო დაწყებითში მეპესაგან ანდა მეპისგან სახელი მეპები მეფეები მეპები მეპენი ნათესაობითში მეპებისა
მეპეთა მიცემითში მეპეებისა ანდა მეპებისა მეპეთა აკუზატივში მეპები მეპენი წოდებითში მეპებო მეპენო დაწყებითში მეპებისგან მეპეთაგან რანგებს რატოაც მევენ თურმე რანგში აყვანილებს ულურეს უკაცრავ დაგიჭირეთ ბევრ ხრიკებში დაგიჭირეთ თქვენი ყვავყორანო არის პარენი ენა რომელიც მოგვპარეს ვერაფერიც ვერ მოგვპარეთ მცდელობა გქონდათ მაგრამ ვერა გაიგეთ არ არის დაფარული რომ არ გაცხადდეს თქვა ქრისტემ და აგერ ცხადდება პი რი პე რანგი მე ვარ პეო მე ვარ პარენიო ანუ შენ ქურდი ხარ ქურდი ხოდა მეფეების დრო დასრულებულია მეგობრებო მეფეების დრო დასრულდა ჩემი საყვარლებო თქვენი ახლა ჩვენ მოგპარავთ მაგას რაც მოგვპარეთ ახლა ჩვენ ვიქნებით მეფეები თქვენ იყავით მეფები მეფე არის მე ფარენიო გესმის ანუ მე დავფარეო ვიღაცა მოიპარაო მე დავფარეო ახლა მოდი რამე შესატყვისი მოვიგონოთ რა მე ფარვა და ხარვა აბა მოდი მეხე მოდი მეფე გადავაკეთოთ მეხეთ არა ხე კი კარგია მაგრამ მოდი გადავაკეთოთ ჰეთ ღმერთო ერთო შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა ხო ჰეთ მეჰე არა არც ეგ მოდი უფრო კარგი სიტყვა ხ გულისმიერი გამოთქმული ხ აი ეს ხ აი ეს ხ ხარი მე ხე ანუ მე ვარ ხარენიო მე ხარ ენიო გაიგე ვაუ ყველაზე მაგარი ანუ მე ხარ ენიო მე ვარო კი არის ახი ანუ შენში კი არ ხარ მხოლოდ ქრისტე რასაც ამბობს გამოდის მედან გამოდი ხარ მე ხარ ნახე გამოიყვანე უკვე ძალიან მაგარია უკვე შიგნიდან გარეთ გამოვიყვანეთ და გარედან შიგნით შევიყვანეთ მე ხარ ენიო და ეხლა ზემოდან ქვემოთ უნდა ჩამოვიტანოთ ნახეთ ჰენიო გაიგეთ და არა ენიო მაგარი რამე იწერება ეხლა იცოდეთ რა ეხლა იწერება უნიკარული რაღაც უნიკარული ანუ უნიკარში შევიდეთ მე ხე აი ესე მე ხე მე კარგად დავწეროთ მეხი დაეცაოთ ხო მეხი დაეცათ უკვე მაგათ აჰა მე ხე არის ჯვარი ხალხო შიგნიდან გარეთ გაკავს მაღლიდან დაბლა ჩამოყავს როგორ აი ახლა ვიგაჩვენებთ
მე ანუ მე ხარ ანუ შენ მე შენ აი ეს პოზიციაა გაივლო ხაზი სიტყვიერად ხე მერვე არის ზენთან ჰემერვე ზენთან არის ანუ ზენიდან დაბლა უნდა ჩამოიყვანო ენაში გაიგეთ ენი ვიც უნდა დაემატოს იმიტომ რომ ვინთან უნდა ჩამოვიდეს მოდი მაგარი ფორმულა იქნება ახლა ვინი არის აქ აი გულთან იტყვიან მე ვინ ვარო ხო ვინთან უნდა ჩამოვიდეს ჯვარი ხო უნდა ჩამოვიდეს ზენიდან თავში მეიდან შენამდე მოვიდეს და ზემოდან ქვემოთ ჩამოვიდეს მე ხე ეს გადავშალოთ იმიტომ რომ ვში უნდა ჩამოვიდეს ჰემეროში ისედაც არის მე ხ ვ მეხვი მეხვი რომელიმე ენაზე რაღაცას წარმოადგენს შეიძლება მეხვი იმიტომ რომ ვინაობის წარმოსაჩენად ხო მხოლოდ ვინი არის სიტყვა ენი არის პირთან თუ ჯვარი პირთან გაჩერდა ანუ ზემოდან ჩამოტანილი პირთან გაჩერდა ამოყირავებული ჯვარია აი ესეთი რაღაცა იქნება რა აი ესეთი რაღაც იქნება ხოლო ჯვარი არის ზემოდან ჩამოტანილი აი მე აქ არის შენ აქ არის ანუ ხარო რა აი ესეთი ხარი არა წავშალოთ აი ესეთი ხარი იწერება შენ ხარ მე შენ ხარ მე ჰემერვე და ვინი მე ხარ ვინ მე ხარ ვინ და პასუხია მე ხარ ვინ ვინ ხარო ვინ ნსქვიან არის ვინ არის ვინ არის ხარო ხო ვი აი შემცვლელი ვიე ესე არ იწერება შევედით ხალხო ფორმულით შევედით ჯვარიც ეს არის ჰემერვია ეს და გამოითქმება ჰაერში ანუ ამას არ გამოთქვამენ უბრალოდ იგულისხმებენ ხოლმე ვიე რომელიც ზის უნიში აი ამას ქვია ვიე უნიკარულია თქო ხო გითხარით ვაუ შევედით ხალხო რა მაგარი რაღაც გამოიხსნა თქვენ არ იცით რა მოხდა თქვენ არ იცით რა მოხდა ეხლა გადავირევით სად არის ვიე ვიპოვეთ სადაც არის აი ეს ასობგერა არის ვიე შეცდომით არის აი აქ უნდა იყოს ეს ამით
ვიე ვისაც არ გჯერათ რომ ეს ვიეა 22-ს ვგერა აინახეთ აქ რომ არის ვიე უნი უნთან დგას ვიე და უნში ჩასმული ჯვარი უნში ჩასმული ჯვარი არის აი ეს ნახეთ ეს იცით რომელია? აი ეს ამის სიმბოლოა იქ სოფიას ვაპოვნინეთ შვილი ვაუ გილოცავთ სოფიას შვილი ვიპოვეთ უნიშიზის უნი კარშიზის უნიკარი იცით რა არის? უნის კარი არის უნიკორნიც ასევე ანუ ერთრქიანი ცხენი სოფიას ვაპოვნინეთ შვილი უნიშიზის უნის ქვია ნური ნურშიზის ნური არის თოკი ჯადოს ნურია ნური არის თოკი ანუ სადღაცა თოკზია ძაფსია დამოკიდებული ნური კიდე არის უკრმა წავიკითხოთ რუნშიზის რუნი კი არის ასობგერა რუნი რუნარი რანური რანურია ძალიან მაგარ რაღაც გაიხსნა ხალხო თქვენ ვერ წარმოვიდგინეთ ჩვენ შევედით ეხლა გასაღები ხო მივადგეთ გასაღებს ეხლა გასაღები ვიპოვეთ ანუ მეხის მნიშვნელობა გავიგეთ მეხი დაეცათ მაგათ აი რატო საიდან მოდის ეს მეხის დაცემა ხვდებით მეპეებს არენებს ანუ ვინც მოპარა ენა დაეცათ მეხი ვინ დასცა მეხი ლაზარემ ჩვენ გამოვთქვით ქალბატონო თამარ გთხოვთ მომწეროთ მინდა პირადად თქვენთან საუბარი ჩემი დიდი პატივისცემა თქვენ მინდია მე არავის აღარ ხვდები მას შემდეგ რაც ჩემზე ბრძანება გაცემული რომ მოკალით ეკოგო გესმით აღარ ხვდები არავის ჩემო საყვარელო რა ვქნა აღარ მიღირს თორე კი აქედან გელაპარაკებით მე მესმის რომ თქვენ შეიძლება საერთოდაც არ ეკუთვნოდეთ იმ საზოგადოებას რომელიც ამ მიზნით მხვდება მაგრამ მე აღარ ხვდები არავისო გადავწყვიტ იმას თუ არ ხვდები არც შენ არ ხვდები შენ თუ არ ხვდები არც იმას არ ხვდები და მორჩა всё წერტილი ფინიტო ხალხო ჩვენ მეხი დაეცა დავცე მოიცადე მეხი დავეცით მეპეებს აი ამ წითელ კუდებს რო იცოდეთ დღეს მოიცა აქ სოფომას დაწერი სოფო მეხ იმიტომ მეუბნებიან ეჰევაიჰე ეჰევაიჰე ეს განახებთ მე თქვენ მერე იხვებო თქვენ ხო მეხი ანუ მეხი არის ელვა კიდე არის ელვა ევაც
სად ავედით? პერანგში კი არა. ხვ-რანგში ავედით. ხევ-რანგში. ჰევა-რანგში ავედით. ევას-რანგში ავედით. გაიგეთ ხალხურ რა ხდება აქ. ოხ, რა მაგარია ქართული ენა ლაზარე. გამაგიჯებ ალბათ რა ღმერთო. გიჯებს თეთრი ბილეთი აქვს. თეთრი ბილეთი კი შედის პირდაპირ სად? პირდაპირ ღმერთებთან შევაჭრათ და თითი დაუქნიათ. ოხ თქვენ გაიძვერებო როგორ გვიყენებდით თქო და დაგვიჩოქებენ ეგენი. იხვი აღარ დავწერე. ხო, ვიცი რომ ისო. ეს სოფიაც რა მაგარი ვინმეაო. აბა, სიტონებში ყველანი მაგრები ვართ მეგობრებო. მარტო ერთი კი არ არის, ამბიონზე კი არ დგას ერთი და ქადა. მარტო მე ვარ ციტელ ქუდაო. არა, ყველანი ციტელ ქუდები ვართ. და პიპკიები. ამინ. ხო. კრისტალებიც ჩვენ ვართ და ყველანი ჩვენ ვართ ქრისტესთან მდგარნი. ჩემო საყვარლებო. წავედი ხა მე ძალიან მაგარი მიხარია რომ გავხსენით ესე იგი ვიესთან მივედით და ვიესთან მივედით ჯურით და ისევ მე პეთიო ვითომ რომ დაგვისვეს მე პეები ხა უხ მაგათი მე ხა ვხები და ჩვენ ვართ აწი ხეები აი ის ხეები ენოქის ციგნი რომ საუბრობს მაგაზე ენოქმა თქვა მე იმათთან მივალ იმათ ავირჩევო ჩემს შვილებსო და ისინი გაიგებენო აქ რა წერიაო ისინიო არა ისინიო გაწოცით გუდები ვერ გაიგებენ მაგას 58 წელიც რომ იმეფონო წავედი გაკოცეთ ჭურში ვზივარო არა ჭურში არა ეგეც ჩასწორდა ჩურში მეგრულ ენაზე ჩური არის დედის საშო ანუ ჯერ კიდევ დედის საშოში ვზივარო რომ ამბობენ ჩურში ვზივარო ხალხმა გაიფიქრა რომ ჭურში ვზივარ ჭურში რა გვინდა კაცო ჩურში ვზივართ ჯერ და დავიბადოთ აცი დავიბადოთ ხო ყველა ბაჟავხდით პარტას ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ სიტონები გეგოცით